დღევანდელ ბრიფინგს მე მართავ არა როგორც პოლიტიკური პარტიის გენერალური მდივანი, არამედ როგორც პროფესიის ჟურნალისტი, როდესაც მე ვიყავი აქტიურ ჟურნალისტიკაში, მოგეხსენებათ, არაერთ თემას ვიძიებდი როგორც ჟურნალისტი, მათ შორის ფლობდი ინფორმაციას ფოთის ტერმინალში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. თქვენ მოგეხსენებათ, გუშინ პროკურატურამ ბრალი წაუყენა კეზერაშვილს, გაავრცელეს კონკრეტული განცხადება და სწორედ პროკურატურის გუშინდელ ბრიფინგს და იმ განცხადებას გვინდა გამოვეხმაუროთ მე და ჩემი მეგობარი ცნობილი ადვოკატი ბატონი სოსო ბარათაშვილი ამ კომპანიებს შორის, რომლებიც დაკავშირებულია პროკურატურის განცხადებაში კეზერაშვილის სახელთან, მოხსენიებული იყო კომპანია მეტალექსი. მე მინდა კონკრეტულად ამ კომპანიაზე გავამახვილო ყურადღება და სრულიად გავმიჯნოთ ეს კომპანია კეზერაშვილისა და მისი სახელისაგან, იმიტომ რომ არანაირი კავშირი მეტალექს და მთლიანად ამ ჯგუფს, ამ კომპანიას არასდროს არ ქონია არც დავით კეზერაშვილთან და არც მაშინდელი სააკაშვილის რეჟიმის ხელისუფლების რომელიმე წევრთან. რა მაძლევს ამ განცხადების გაკეთების საფუძველს და რატომ მე ირმა ინაშვილი ჟურნალისტი ვსაუბრობ ამაზე? იმიტომ რომ ამ კომპანიის დამფუძნებელი ბატონი სოსოდოლიძე არის ჩემი მეგობარი და მთელი ამ 10 წლის განმავლობაში, როდესაც ჩვენ ვებრძოდით სააკაშვილის რეჟიმს, ის იდგა ჩვენს გვერდით, ჟურნალისტების გვერდით, გვეხმარებოდა ჩვენ ამ ბრძოლაში ტირანიის და რეჟიმის წინააღმდეგ და მაშინ თუ სოსოდოლიძეა კეზერაშვილი და მისი კომპანია, გამოდის რომ ირმა ინაშვილია კეზერაშვილი და ის ჟურნალისტები, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმს ებრძოდნენ, ჩვენ მხარს უჭერთ სამართლიანობის აღდგენის პროცესს ქვეყანაში, მაგრამ პროკურატურის გუშინდელი განცხადებიდან გამომდინარე, სადაც ხსენებული იყო სრულიად უდანაშაულო კომპანია და ბიზნესმენთა ჯგუფი მეტალექსის სახით, მე ვფიქრობ, რომ ეს არის მცდელობა გამოყენებული იქნას კეზერაშვილის სახელი, მიაკერონ ამ კომპანიას კეზერაშვილის სახელი, გამოიყვანონ როგორც მოძალადედ ეს კომპანია კეზერაშვილის ინტერესების გამტარებლად და რეალურად ამ ხალხს აახიონ და წაართვან ბიზნესი. თუ ჩვენ გვინდა ნორმალური სახელმწიფოს აშენება, თუ ჩვენ გვინდა სამართლიანობის დამკვიდრება, ეს არ უნდა მოხდეს ერთი ადამიანისთვის სამართლიანობის აღდგენის და მეორე ადამიანისთვის, ანუ ბიზნეს ჯგუფისთვის სამართლიანობის წართმევის ხარჯზე და მე მეჩვენება, რომ დღეს სწორედ ამ ტენდენციას აქვს ადგილი, იმედს ვიტოვებ და მინდა ვიფიქრო, რომ პროკურატურის ხელმძღვანელობა, მთავარი პროკურორი, მისი პირველი მოადგილე დეტალურ ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით არ ფლობდა, ამიტომ გადავწყვიტე საჯაროდ მივმართო მათ და ვუთხრა, რომ პირად კონტროლზე აიყვანოს საქართველოს მთავარმა პროკურორმა და მისმა პირველმა მოადგილემ კონკრეტულად მეტალექსის საკითხი და გაიმიჯნოს ის კეზერაშვილის თემისაგან. ჩვენ ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, აქტიურად ვიმუშავებთ, იმიტომ რომ 13 ივლისს დაგეგმილია სასამართლო პროცესი მხარეებს შორის. ერთ-ერთი მხარე ამ პროცესზე არის მეტალექსიც. როდესაც პროკურატურა სასამართლო პროცესამდე აკეთებს ამ ტიპის განცხადებას და მოიხსენიებს კეზერაშვილთან დაკავშირებულ კომპანიად მეტალექს, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ირიბი თუ პირდაპირი ზეწოლა სასამართლოზე და კონკრეტულად მოსამართლეზე, რომელიც არ არის გამორიცხული, რომ მოექცეს პროკურატურის ამ განცხადების ზეგავლენის ქვეშ. ამიტომ მე მინდა მივმართო მოსამართლესაც, ბატონ ირაკლი ადეიშვილს, მაქსიმალური ობიექტურობით წაიყვანოს მთელი ეს პროცესი, დაიცვას სამართლიანობაც და სიმართლეც, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ჟურნალისტი იქნება ჩართული ამ პროცესის გაშუქებაში. მე მივმართე ჩემს კოლეგებს, ყველა გაზეთს, ყველა მედია საშუალებას, იმისათვის, რომ პროცესი იყოს ღია ეთერში ჩართული, მათ შორის აი სტუდიაც ჩართავს რეპორტიორი, ჩემ კოლეგებს ვესაუბრე, ასევე ობიექტივი სხვა ტელეარხები. ჩვენ არ გვინდა, რომ ქვეყანაში დამკვიდრდეს ერთი ადამიანისთვის სამართლიანობის აღდგენის და მეორე ადამიანისთვის ბიზნესის და კანონიერი საკუთრების წართმევის პრეცედენტი და ჩვენ უბრალოდ ამას არ დაუშვებთ. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, სოსოდოლიძე
არის უწესიერესი ბიზნესმენი, ის არის ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე. მას აქვს საქართველოში განხორციელებული არაერთი საინვესტიციო პროექტი. ეხლაც ახორციელებს ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ფოთის ზონაში და ჩვენ უბრალოდ არ დაუშვებთ იმას, რომ ეს ადამიანი დააკავშირონ კეზერაშვილის სახელთან. აი ეს არის ჩემი მოკლე პოზიცია. არსებობს ინტერესი, რომ სოსიალიზმის წარსულ ბიზნესი. გამომდინარე ესაც პროკურატურის გამოძიებდა და კეზერაშვილის სახელმწიფო გამომდინარე. ის შეიძლება ეს ინტერესი. სწორედ ამ კითხვას ვამე. მე მაგ ვინაუბრობს იმაზე, რომ ეს კომპანია კეზერაშვილის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად გადაწყდა. დაზარალებულში გულისხმობთ ნიჟარაძეს, ხო? ნიჟარაძესა და კეზერაშვილს შორის ურთიერთობა არ არის ჩემი გარჩევის ინტერესი, არ წარმოადგენს ჩემი გარჩევის ინტერესს. მათ ეს საკითხები თვითონ გაარკვიონ და თვითონ მოაგვარონ. იქ სხვა კომპანიაზეც არის ნავთობტერმინალზე საუბარი, რასაც ჩვენ არ ვეხებით, ეს არის გამოძიების საგანი და გამოიძიონ. ზედაპირზე ჩანს უბრალოდ, რომ კონკრეტულად მეტალექს არავითარი კავშირი კეზერაშვილთან არ ქონია არასდროს. არც ერთ ეტაპზე უბრალოდ და ჩვენ ხო გეუბნებით, არ დაუშვებთ იმას, რომ მეტალექსი ხელოვნურად მიაკერონ კეზერაშვილის სახელს და ამ სარჩულით მოხდეს ბიზნეს კომპანიისთვის, სოსოდოლიძის კომპანიისთვის ბიზნესის წართმევა უბრალოდ. ნიჟარაძე მოქმედებს ისე, როგორც ისთვის საჭირო და მე არ გამოურიცხავ, რომ ეს იყოს ნიჟარაძეც. და არ გამოურიცხავს სხვა დაინტერესებულ ჯგუფებსაც, ამიტომ სვამ ამ შეკითხვებს ღიად, ვინ შეიძლება ეს იყოს. და ეს უნდა იცოდეს პროკურატურამ სხვათა შორის და ჩვენ იმიტომ ვასაჯაროებთ ამ ინფორმაციას, რომ მაქსიმალური დეტალები მივაწოდოთ ამ საგამოძიებო ჯგუფს. იგივე, როდესაც საუბარია იმაზე, რომ სულ რაღაცა 1050 ლარი იყო გადახდილი. დივიდენდის სახით ნიჟარაძე მიიღო $1,600,000 ლარი, რომელზეც არავინ არ საუბრობს. ეს არის $1,000,000. საუბარი არის რატომღაც 1050 ლარზე და არ არის იმ $1,000,000-ზე, რომელიც სარგებლის სახით დიახ მიიღო ნიჟარაძის კომპანიამ. თუ ჩვენ სამართლიანობაზე ვსაუბრობთ, მაშინ მე პროკურატურასაც და სასამართლოსაც მოუწოდებ, რომ გაითვალისწინონ ეს გარემოებები. იქ საუბარი იმაზე იყო, რომ სარგებელი არ მიუღია. სარგებელი არის დოკუმენტაციაში ასახული, მიიღო დივიდენდის სახით $1,600,000 ლარი. მინდა გავაკეთო განცხადება, განცხადების ტექსტს გადმოგცემთ. განცხადება არის გაკეთებული კომპანია მეტალექსისა და კომპანია Steinlock Enterprises LLP-ის სახელით. შემდეგ მინდა გავაკეთო მცირე განმარტება და შემდეგ უკვე ზადვიქნები პასუხი გაგცეთ ნებისმიერ შეკითხვაზე. 2015 წლის 2 ივლისს საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებული იქნა განცხადება, სადაც სხვა გარემოებებთან ერთად აღნიშნულია, რომ დავით კეზერაშვილის მხრიდან განხორციელებული ძალადობისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად თამაზ ნიჟარაძე იძულებული გახდა მისი კუთვნილი 52.5% წილის შპს მეტალექსში უსასყიდლოდ დაეთმო დავით კეზერაშვილის კონტროლირებადი კომპანია Steinlock Enterprises LLP-სათვის. სურს საჯაროდ განაცხადოთ, რომ მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების აღნიშნული ნაწილი არ შეესაბამება სინამდვილეს შემდეგ გარემოებათა გამო. პირველი, როგორც Steinlock Enterprises LLP, ისე შპს მეტალექსი კატეგორიულად უარყოფს რაიმე სახის კავშირსა და ურთიერთობას დავით კეზერაშვილთან. კომპანია Steinlock არასოდეს ყოფილა კონტროლირებადი დავით კეზერაშვილის მიერ, კომპანიის დამფუძნებელს გიორგი ქართველიშვილს, ასევე ნებისმიერ სხვა პირს, რომელიც დაკავშირებული არის აი ამ თემასთან, არასოდეს არავითარი ნაცნობობა ან შემხებლობა კეზერაშვილთან არ ქონია და არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელთაც დადასტურდებოდა საწინააღმდეგო ფაქტი. თამაზ ნიჟარაძის განცხადებას ამ საკითხთან დაკავშირებით განვიხილავთ როგორც სრულ დასმენას, რის თაობაზეც უახლოეს დროში მიმართავთ საგამოძიებო ორგანოებს კანონით დადგენილი წესით. მეორე, 2012 წლის 7 თებერვალს ნიჟარაძესა და Steinlock Enterprises LLP-ის შორის დაიდო წილის დათმობის ხელშეკრულება, რომლითაც თამაზ ნიჟარაძემ Steinlock Enterprises LLP-ზე გაასხვისა შპს მეტალექსში მისი კუთვნილი წილის 52.5%. ხელშეკრულების მიხედვით გასხვისებული წილის ღირებულება განისაზღვრა 1050 ლარით, რაც წარმოადგენდა წილის ნომინალურ ღირებულებას, ვინაიდან შპს მეტალექსის საწესდებო კაპიტალი შეადგენს 2000 ლარს.
ამავე დროს Steinlot Enterprise LLP უფლებამისად თამაზ ნიჟარაძეს რათა მიეღო შპს მეტალექსში 2011 წლის 31 იანვრის ჩათვლით დაფიქსირებული წმინდა მოგების 52.5%. ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ ხელშეკრულების დადების დროისათვის წმინდა მოგების მიღების შესაძლებლობა რეალურად არ არსებობდა, რაც დასტურდება კომპანია მეტალექსის პარტნიორთა კრების 2011 წლის 31 იანვრის სოკვით. Ცილის გასხვისების შემდეგ კომპანია მეტალექსის 2011 წლის 28 აპრილის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით მიღებული იქნა გადაწყვეტილება საწარმოს მოგების განაწილების შესახებ. კრებას სხვა პარტნიორებთან ერთად ესწრებოდა კომპანიის 52.5%-ის წილის მფლობელი Steinlot-ის წარმომადგენელი. კრების ოფში აღინიშნა, რომ შპს მეტალექსის მოგებამ 2011 წლის 31 იანვრის ჩათვლით შეადგინა 3 მილიონი ლარი, ოქმის დანარჩი კომპანიის 52.5% წილის მესაკუთრედ მითითებულია Steinlot Enterprises LLP, რომლის მიმართაც ხელზე გასაცემად თანხამ შეადგინა 1.601.220 ლარი. იმავე ოკში აღნიშნულია, რომ აღნიშნული თანხა გადაეცემოდა თამაზ ნიჟარაძეს. ცხადია, რომ Steinlot Enterprises LLP-ის წარმომადგენლის თანხმობის გარეშე ნიჟარაძეზე ზემოთ მითითებული 1.600.000 ლარი არ გაიცემოდა. 2011 წლის 29 აპრილს ნიჟარაძისათვის გადარიცხული იქნა 300.000 ლარი, მასვე გადაეცა 1.301.242 ლარი, რომელიც ნიჟარაძის მიერ გატანილი იქნა მეტალექსის სალაროდან. ეს ფაქტები ყველაფერი არის განხილული თბილისის საქალაქო სასამართლოში და არავითარი დავის საგანი არ არის. აღნიშნული ფაქტები მთლიანად ცხადყოფენ, რომ არავითარი იძულება ნიჟარაძის მიმართ შპს მეტალექსში მისი კუთვნილი წილის გასხვისების დროს არ განხორციელებულა და აღნიშნული წილის გასხვისების სანაცვლოდ ნიჟარაძე მიიღო არა 1050 ლარი, არამედ 1050 ლარს პლუს 1.601.220 ლარი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2009 წლის 10 ივნისს და აქ აგვაქვს ეს დოკუმენტიც და მოგაწოდებთ, შპს მეტალექსის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მიხეილ ლომაძეს თამაზ ნიჟარაძეს 50 ლარად კიდე უსვამ ხაზს მიყიდა კომპანია მეტალექსში მისი 2.5% წილი, რაც აღნიშნული კომპანიაში წილის ნასყიდობის რაც გვიჩვენებს, რომ აღნიშნულ კომპანიაში წილის ნასყიდობის ღირებულება ფორმალურად განისაზღვრებოდა წილის ნომინალურ ფასად. მესამე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით არ იქნა გაზიარებული მოსარჩელი ნიჟარაძის მოთხოვნის ის ნაწილი, სადაც მიუთითებდა, რომ 2011 წლის 7 თებერვალს Steinlot Enterprise LLP წარმოადგენდა ილეფისა და ნიჟარაძეს შორის დადებული წილის ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოადგენდა იძულებით დადებულ გარიგებას. შესაბამისად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება ხელშეკრულების იძულებით დადებასთან დაკავშირებით არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით. ამავე დროს სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს მეტალექსში ნიჟარაძის კუთვნილი წილი გაიყიდა შეუსაბამოდ დაბალ ფასად. თბილისის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება ამჟამად გასარჩივრებულია სააპელაციო სასამართლოში, როგორც Steinlot Enterprises LLP-სა და მეტალექსის, ისე თამაზ ნიჟარაძის მიერ. ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოუწოდებთ საქართველოს მთავარი პროკურატურის შესაბამის სამსახურებს თავის შეიკავონ Steinlot Enterprises LLP-სა და მეტალექსის მიმართ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან, ვინაიდან აღნიშნული ქმედება ერთის მხრივ წარმოადგენს ზემოქმედებას თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართ, მეორე მხრივ კი მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ჩვენი კომპანიების საქმიან რეპუტაციასა და ბიზნეს საქმიანობას. ეს არის განცხადება, რომელსაც გადმოგცემთ. გარდა ამისა, მინდა რამდენიმე განმარტება გავაკეთო. მინდა გავაკეთო განმარტება იმის თაობაზე, რომ ეს 52.5% შემდეგ იქნა გასხვისებული 2011 წელს კომპანია ტრანსპორტზე, რომლის დამფუძნებელი გახლავთ ამერიკული კომპანია PS და ამ კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი გახლავთ ბატონი სოსოდოლიძე, არის ჩადებული ამერიკული ინვესტიციები აი ამ ბიზნესში და აქედან გამომდინარე არა მხოლოდ კონკრეტულ პიროვნებებსა და კომპანიებს ადგება ზიანი, არამედ ინვესტიციებს, რომელიც საქართველოში უნდა შემოვიდა თუ უნდა შემოვიდეს და ეს მნიშვნელოვნად, ასე ვთქვათ, ხელს უშლის ბიზნესის განვითარებას საქართველოში. აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ პირველი, რომ განცხადება იმის თაობაზე პროკურატურის მხრიდან იქნება ეს თუ ნიჟარაძის მხრიდან, რომ ეს უნდათ მიაბან ეს თემა, ასე ვთქვათ, კომპანია მეტალექსში წილის გასხვისების თემა კეზერაშვილთან, ეს არის აბსოლუტურად მცდარი და ეს არის მცდელობა იმისა, რომ კონკრეტულ ბიზნესმენებს წაართვან ეს ბიზნესი.
მეორე მომენტი არის ის, რომ ამ ადამიანებს არასოდეს არც წინა ხელისუფლების დროს, არც დღევანდელი ხელისუფლების დროს არაფერი აკავშირებდათ კეზერაშვილთან. მესამე მომენტი არის ის, რომ გადახდილი არის $1,000,000 აი ამ იმისათვის, ნიჟარაძისათვის, ეს დასტურდება კონკრეტული, ასე ვთქვათ, დოკუმენტებით და ამას არც ვერც ნიჟარაძე უარყოფს ამ შემთხვევაში და შესაბამისად ეს არის გაკეთებული დაახლოებით 3-4 წლის შემდეგ იმ მომენტიდან, როდესაც გადაფორდა ეს წილი და თუ ისმება მარტივი კითხვა, თუ ამ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა იძულებას, რა აიძულებდა, ესე იგი კომპანიას Taylor-ს, ანუ ახალ მესაკუთრეს $1,000,000 გადაეხადა ბატონი ნიჟარაძისათვის. როგორც მოგახსენეთ, ეს არის ჩვენ განვიხილავთ ამას როგორც სრუდასმენას და მიმართავთ შესაბამის ღონისძიებებს უახლოეს მომავალში. ანუ 1050 ეს კომპანია რასაკვირველი არა. ესე იგი არის მარტივი ვითარებაო. ესე იგი ფორმალურად ამ Taylor-ის საწესდებო კაპიტალი შეადგენს $2,000 ასე წერია მის წესდებაში. როდესაც ხვისდებოდა იქ, ანუ ხდებოდა წილების გასხვისება, ეს მაგალითი მოგიყვანეთ და ზუსტ გადმოგცემთ ამ იმასაც, ესე იგი როგორ გასხვისდა, თქვა 2.5% წილი $50,000-ად. ასევე ეხება 52.5%, $1,050, ვინაიდან $2,000-დან ფორმალურად ითვლებოდა პროცენტი, ასე ვთქვათ და ამ შემთხვევაში 2,000-ის 52.5% შეადგენს $1,050. მაგრამ იქვე წერია, რომ მას უნდა მიეღო წმინდა მოგების პროცენტი 52.5% და ეს მას გადაეცა ამ ხელმოწერიდან 4 თვის შემდეგ $1,000,000 ბატონ ნიჟარაძის. რასაკვირველია მიიღო ეს $1,000,000 და ეს მიიღო მას შემდეგ, რაც უკვე კომპანიას Taylor-ი 4 თვის განმავლობაში იყო მესაკუთრე, როდესაც მოიზიდა ეს თანხა იმაში კომპანიაში და ეს $1,000,000 არის გადაცემული ნიჟარაძისათვის, ამის კონკრეტული მტკიცებულების არსებობს და არავითარი ასე ვთქვათ პრეტენზია ამ საკითხზე ნიჟარაძის არ გამოუთხა სასამართლო პროცესში. რა ვერსიები აქვს თქვენს დაცვის ქვეშ ყოფს გულისხმობ ბატონს დიახ. ის შეიძლება ჭირდებოდეს მისი ბიზნესის წარდგება როგორც მე არ მიმაჩნია ახლა საჭიროდ მსჯელობა, ესე იგი და ჰიპოთეზების კეთება თუ ვის სჭირდება ეს ბიზნესი და როგორ სჭირდება, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ განცხადება, რომელიც გაკეთა გუშინ არის მცდარი. მცდარი არის მრავალი თვალსაზრისით და გარამხოლოდ მცდარი, არამედ ზიანის მომტანი არის ზოგადად ქართული ეკონომიკისათვის ამგვარი განცხადებების კეთება. პირველი ის, რომ ყველა სიტყვა სჭირდება დასაბუთება. მე როდესაც ისეთი მაღალი ტრიბუნიდან კეთება, როგორც არის მთავარი პროკურატურა, როდესაც აბამს ორ საკითხს ერთმანეთთან, რომელსაც არავითარი არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს, რომ ერთმანეთთან არის დაკავშირებული და არც იმას დაგიდევენ არაფრად, რომ ამას შეიძლება შეაჩეროს ინვესტიციების შემოსვლა საქართველოში. ანუ ბატონო ნიჟარაძეს მიიღო $1,000,000 წილი გასხვისდა 2011 წლის თებერვალში, კონკრეტულად 7 თებერვალს, ხოლო იმავე წლის აპრილის ბოლოს მან მიიღო $1,000,000.